ყველას დილონ შვიდობისა. მომეცი. ბანანსა სთავაზობს ბანანს ბონი და ბონი არ მოდი. არ უნდა. აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით დილონ შვიდობისა. მოგესალმებით ყველა. კარგი. შეჭამს. იქ დავუხდეთ და დააგდები. აბა როგორ ბრძანდებით ძალიან ტკბილი აურისგან. ჭამე მიდი. მან ტკბილი და საყვარელი აურის დღე არის. ხო და მოვხავოთ ბოლო მიწის თხილი რომელიც გვაქვს ამერე უნდა ვიყიდო ეს ბევრია ამერე No. Boni nu chadori na gavshi boni. Amasih kami yang mewatkan. Ponisi. Tu harus sakwara shwe pokoknya. Რაღაცა ფილმი. მას უყურებდი. მოხუცი კაცია. რომელსაც ადრე სნაიპერი იყო ომში. ხერხდელობის პრობლემები აქვს. გაიგო
სულ აქვს საქმე. ჩამთელობის მხრივ. და გაწუდა წავიდეს ძმასთან სხვა შტატში. და თქვენ რა აქვს მანქანის დაჯდომის უფლება და არც ფული. ყველაფერი საჭირელი მანქანით წავიდა. ძალიან საყვარელია. ახლა დავამთავრე ძალიან საყვარელი და კბილი ფილმი იყო. მოხუცმა კაცმა გაიგო რომ ბევრი აღარ დარჩენია. და No. გაეწოდა წავიდეს მასთან. No. რომელსაც 10 წელია არ ლაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ანუ თავგადასავალი იყო როგორ მიდიოდა. 300 მილი. კაია. ორი ყავა ჯინს გაიში ფეხს ვერ ერთებოდა. Pipi. გამოგიდგენიათ? მათო ჩემო როგორც იქნა დავიბანე თავი. გოგოებო ჩემო ძვირფასებო და კარგებო და საყვარლებო. ვირაფრო ვიყიდო ხნა. და დავიწყო ხნით შეღება, იმიტომ რომ მის ჩანს თუ არა, ეხლა ორი ჭაღარა აქ მაქვს უკვე და ნელ-ნელა ჭაღარები თავს ყოფენ. ერთი წუთში. ნელ-ნელა ჭაღარები გამარჯვებას მეუბნებიან. და მე ეგ არ მომწონს და ხა მას ფიქრობ, შავი ხნა არ მინდა. წითელი ხო არ ვიყიდო, იმიტომ რომ ვაფშე შემჩნევა ჩემთვის, მაგათ ვაფშე შეღება აღარა არის. ვაფშე როგორი იქნება, მაგრამ თუ არ ვცდი, ვერც გავიგებ, ხო ეგრეა. ეგრეა. აბა ხა გადავხედოთ თქვენს კომენტარებს. ხაჭაპური, მაგრამ კარგ ლობიანზეც არ ვამბობ უარსა შორემ. თეონა ლობიანი. თამი, სალამი. როგორ ხარ? ხაჭაპური არის, არ ვიცი, ღმერთების საჭმელი, ლობიანიც კარგია, მაგრამ ხაჭაპური სულ სხვა არის, იგულისხმება. ხაჭაპური არ მიყვარს, მარტო ხაბის გინებ, მაგრამ მაინც ხაჭაპური ჯობია, ანუ ლობიანიც არ გიყვარს. ნინ კოტლეტს ძალიან უხდება დაბლენდერებული კარტოფილი და გერკულესი. რომ შევრავ ცოტა ხანს უნდა გააჩერო და გერკულესით ისე ფუმფულდება, იქნებ გამოგადგეს ჩემი რეცეპტიც, გემრიელად მიირთვა. სხვა შეიძლება კარტოფილი მაქვს აკეთებული და არ მომეწონა. ორივე ერთად არ მაქვს აკეთებული. და ჰერკულესს ვუკეთებდი იმას, ქათმის კოტლეტს და ძალიან გემრიელი იყო. მაგრამ ესე იგი ყოველთვის როცა ვამბობ რომ კოტლეტი უნდა გავაკეთო, სახში მეკითხებია რომელი. და ანუ იგულისხმება რომ ქათმისა საშინელებაა და ქათმისა არ უნდათ. ამიტომ ძალიან დიდი ხანი არ გამიგეთები, არ და მომენაძრა სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მომწონს ქათმის კოტლეტის გემო, რაღაცნაირად სულ სხვა გემო აქვს, ანუ აი კოტლეტი ფაქტიურად არც ვქვი რა, ეხლა ეს სულ სხვა გემო აქვს რა. მომენაძრა. ლობიანი უფრო მიყვარსო მარიამი. ზოია გემრიელად მიირთვით ყველამო. თამუნა ლობიანი. თამუნა აღონ სხვა უფკარგურული ხაჭაპური, თან გურული ხაჭაპური რომელი კვერცხილოა? ეგ ყველაზე ნაკლებად მიყვარს მე. მეჩით რომელი ხაჭაპური მიყვარს? ყველაზე ძალიან მიყვარს აჭარული. აი, ხაჭაპურებში ყველაზე მიყვარს აჭარული. მე მიყვარს იმერული, ანუ ძალიან თხელით სომი, რომ ყველი რო გადამოსთვის. ოღონ მე არ ვიცი ეგ რეცეპტი. ანუ ბევრი რეცეპტი ნახე ინტერნეტში ვცადე, მაგრამ აფერი გამომივიდა. ეგეთი არ გამომივიდა. ზღაპარია, პროსტა ზღაპარია იმერული ხაჭაპური. მე აჩმა, ისევ აჭარული, ეგეც ხაჭარულია.
ხო, აი მეგრული ალბათ ბოლო. მეგრული, იმიტომ რომ სქელცომი აქ და არ მომწონს და მაღაზე უფრო უკან დავაყენებ კიდე გურულს, ბოლო ადგილას, ხაჭაპურებიდან. იმიტომ რომ რა ვიცი, ვერ ვამოყავებ ერთად კვერცხს, მოხარშულ კვერცხს და იმას. რა ქვია. ყველს და საერთოდ ანუ იმ დროს ნახე TikTok-ზე რეცეპტი ტანხუნის ყვერძელის და პირველად ნახე სხვა შორის მოხარშული კვერცხით. ნაცვლად იმისი ბრინჯის. ბრინჯი არ მიყვარს. მაგრამ ის საერთოდ ვერ წამომიგია მოხარშული კვერცხით. ტანხუნის ყვერძელი მაგრად მიყვარს. გემრიელად მიირთვი საყვარელო. ლელა, იკამ რომ გაჩვენა ნიმეც მოусმინე მაგ ანეკდოტს რამდენი ვიცინეო. თეკი ბეკი ლობიანი. ინგა ჯანსაღად შეგერგოთ უფრო ლობიანი ბედნიერი დღე ისე ინგა. ბელა ხაჭაპური თანა ისე დიზოწერია, თანაც კარგი. ნინი წელად ნახევრის უკარო გეკითხა აუცილებლად ვიტყოდი ლობიანს. ეხლა 50-50 ორივეზე ვგიჟდები, შენ კი გემრიელად მიირთვი, მადლობა ძირფასო. არ დავიწყებია შენი კომენტარი, აუცილებლად ჩავიწერ ვიდეოს. ეკაჯი, მეც არც ერთი არ მიყვარს. აბა, პიცა? მე მგონი ვისაც არც ერთი არ უყვარს, იმას პიცა უყვარს. ანუ ლობიანი არა ცუდი. ამ ბოლოს რაღაცნაირად დამევასა. ოღონ კაი გაკეთებული იყოს გულსართი. ყველა არა. ნუ აი აჭარულზე ვერასოდეს ვერ ვიტყვი უარს, აი ვერასოდეს. მაგრამ აი ხაჭაპურს რომ ამოფრადო მოაწყობს გულსმობ მეგრულს და რადგან ძალიან გემრიელია, მაგრამ აი ბევრი ცომი რო აქვს და რაღაცა, მაგას მიშევენ ცარიელი ყველი შევჭამო. ან ღომი და ყველი, ან ჭადი და ყველი, არ ვიცი. ლეონი ბედნიერი დღე. მადლობა ჩემო საყვარელო. ორივე მიყვარს მეო. ციცი შენი ოქროს ხარება და ლამაზი თითებით გააკეთე გემრიელობები. და ახლა მიირთმევ შეგერგოს ჩემო ლამაზო, მადლობა ჩემო საყვარელო. ირმა, მეტი დიამეტრიანს ვერ მოიხმარნი, შუაგული შეიძლება. ირგვლივ არა, ხო. ვცადე და ვერ გამოვიყენე შეგერგოს ძირფასო. მეც მაგას ვფიქრობ, იმიტომ რომ დაჟე ეს მეორე 28-იანი, ერთი 26-იანი, მეორე 28-იანია და ეს 28-იანი რაღაცნაირად ვერ არა, ანუ უფრო უჭირს მომზადება 28-იანში, ვიდრე 26-იანში, ანუ ზუსტად ეგ რომ გარშემო რომელიმე მხარე მაინც უმიმრჩება და მე რომ გამოწიო, გაწიო, ხო და რავი. ციცი ლობიანი ნომერ პირველია ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის, თუმცა ხაჭაპურსაც ჭამენ, მე ხაჭაპური არასოდეს მომენატრება. აი მეც, ნუ აჭარულს და აჩმას არ უგულისხმობ. აჩმაც აი ხა როდის ჭამენ ბოლოს იქ რო ვიყავით ბათუმში. და არც მომდომებია იმის მერე. აჭარული კი, აჭარული მომინდება, აჭარული მიყვარს ძალიან. მარიამ, ნინი Facebook-ზე როგორ დაგიმატო მომწერე გთხოვო. ნინი კვირიკა მიწერია ქართულად, მაგრამ აი იმადენი მეგობრობის თხოვნა მოქარავის აღარ ვიმატებ ხოლმე. ხა რატო? იმიტომ რომ ან რო შევდივარ Facebook-ზე უკვე იმდენი ადამიანი ყავს დამატებული, რომ საერთოდ არ ვიცი, თან არ ვიცნობ, ანუ მე კი მიცნობენ ეს ადამიანები, მაგრამ მე არ ვიცნობ და ანუ ჩემ Facebook-ზე შესვლა აღარ მინდა. ანუ Messenger-ში შევდივარ ხოლმე. Messenger-ი ხო თალკე მაგ გადმოწერილი და მაჩვენებს ხოლმე რომ ონლაინ ვარ, მაგრამ Facebook-ზე ანუ ფაქტიურად არ შევდივარ, იმიტომ რომ იმდენი უცხო ადამიანი მყავს, რომ უკვე გზას ვეღარ ვიკვლევ. ანუ არ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები და შესაბამისად ანუ რაღაც მომენტის მერე ეგ რო შევამშე, შევწყვიტე დამატება, იმიტომ რომ ვისაც ვიცნობ, მე ისინიც აღარ ჩანან, იმიტომ რომ ბევრი ხო იწერება და მე ხო მთელი დღე Facebook-ზე არ ვარ და რო შევალ შეიძლება ისეთი ადამიანების შემქმნა, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ და ვისაც ვიცნობ, იმას რაღაცა სიახლე კონდეთ ამ ფოტოებს რაღაცა საერთოდ ვერ ვნახო. შესაბამისად აღარ ვიმატებ ხოლმე ხალხს და თუ ვიღაცა ისეთი არ ვარ, ვიცნობ და რაღაცა ვეუბნები ხოლმე, ვიცნობ რა, ანუ აქედან მოდის და რაღაცა. ნუ ყველა აქედან მოდის, მაგრამ მაინც ანუ ვეუბნები ხოლმე, რომ იმით ხარ სახელი და გვარი, რომ სახელი და გვარით ვიცოდე და შევიდე, მოვძებნო და ის დავამატო, ანუ მეგობრების თხოვნებში. ნათია ხაჭაპურიო, მარი ორივე ძალიან მიყვარს. ირმა მეც ვიყიდე ფარში, გავყავი ორად, გუფთაც გავაკეთე და კატლეტებით. ეგ ჩვენ არ ეყოფ არავის და ყველა უკმაყოფილო დარჩება, იმიტომ რომ
ესე იგი ბევრი რო ვარ, აი რო დაჯდები, ერთი ამოსულ თქვით, კარგად იჭმო. ახლა რამდენიმეც არის ღარი, ალბათ 4-იც არის დარჩენილი. ახლა ბავშვები რომ მოვიდნენ სკოლიდან შეჭამენ და მორჩა უკვე. მაგრამ კარგი ის არის, რომ მაგალითად დღეს რაღაცა ისეთ საძილს, ანუ გუშინ ხო ვიყიდე და გავაკეთე, დღეს რაღაცა ისეთ საძილს აღარ მოვამზადებ. მე მარტივი მსუბუქი, ანუ მაგას შეჭამენ, დილასაც შეჭამეს რომ მიდიოდნენ და ის ეხაც რომ მოვლენ მიირთვამენ და მორჩა. ხაჭაპური ჩემია გულით მუდამ და ლობიანი სურვილით ზოგჯერა ჩემი ირმა როგორ მიყვარ ხარ? მიყვარ შენი აი საუბრის დინჯი ტკბილი სტილი, ანა ლობიანი, გვანცა ლობიანი, მაკა ლობიანი, რაჭველი ვარ და მიტო. ნანი ლობიანი, სოფო რა თქმა უნდა ხაჭაპური, ნანი რა თქმა უნდა ხაჭაპური. ხაჭაპური ჩემთვის ნომერ პირველი. ლობიო საერთოდ არ მიყვარს და ლობიანის თავისთავად არ მეყვარება. ნინო, აი ლობიო მეტად არ მიყვარს, მაგრამ ლობიანი მომწონს. ნინო როგორც საჭველი ლობიანი, ჩემს ოჯახში 50-50, ხოლო ჩემი შვილის მეგობრები როცა არიან ჩვენთან, არჩევანს ლობიანზე და პიცაზე აკეთებენ. ჩემნაირი გემოვნება ქონიათ. ლელა, ბედნიერი დღე ჩემო ძვირფასო. მე ნი ლობიანი მირჩენია, ოჯახშიც ჭამენ ხაჭაპურს, მაგრამ სიყვარულით ლობიანი უყვართ. Roblox ეხლანდელ თაობას ლობიანზე გაზრდილი არის 90-იანებს ხაჭაპური, იმიტომ არ გვიცხობდნენ ჩვენს ბავშვობაში, რასაც გვიცხობდნენ ის გვიყვარს ხაჭაპური. რა იყო დემეთქი? რა იყო ბონი, არაფერს არ ავჭამ. რა არის, მე მაგალითად ჩემ ბავშვობაში არც ლობიანს არ, ბებია ჩემს არასოდეს არ გამოუცხა, არც ხაჭაპური, არც ლობიანი, არასოდეს საერთოდ არ მახსოვს. და რა ვიცი, ჩემს სამეზობლოშიც არ მახსოვს, იმის გამოეცხო, იმიტომ რომ დამპატიჟებდნენ, არ ვიცი კახეთი რო იყო, იმიტომ თუ რატო. მაგრამ არასოდეს არც ერთი არ გამოუცხეთ ჩემთან ბავშვობაში. მაგრამ ორივე მიყვარს. ორივე რა? კაი როცა არის ორივე მიყვარს. ანუ აი ორივე შევჭამ. აი სუფრაზე თუ არის ორივე და თუ ხორცი არ არის ორივე და თუ ხორცი ესე გამარჯვებას არ ვეტყვი არც ერთს. მაკა მე ხომ რაჭველი ვარ და ლობიანი იყოთ, კარგი გაკეთებული ძალიან მიყვარს, თუმცა ხაჭაპურიც კი ძალიან. ია ლობიანი უფრო მიყვარს, ქეთევანი ლობიანი. ნიკუშა გლდანში არის საცხობი აკადემიის გზაზე და აქვს ყველანაირი ცხობა და გასინჯული მაქვს ყველა, მაგრამ მაგათ ლობიანს მაინც არაფერი არ შეიძლება, უგემრიელესია, არ ვიცი, არ ყოფილა არ გამისინჯავს. თუ მოხდები აუცილებლად შევივლი. ირინა ხაჭაპურია ჩემი პირველი საჭმელი ლობიანიც არა, ცუდი თუ გემრიელია ადრე, მეც დიდად არ ვჭამდი, ფიქრობ იკა მართალია. მარიამ ნინი ლამაზო ხაჭაპური ძალიან მიყვარს. ეხლა საღამოს სიკა რომ მოვა, დავითვლით ხმებს და გამოვავლეთ ჩემს მაყურებლებში, ვინც კომენტარი დაწერა, მათ შორის, ანუ რომელმა გაიმარჯვა ხაჭაპურმა თუ ლობიანმა, ასე რომ აქტიურად ვის რომელი გიყვართ. აქტიურად დროს საღამომდე გვაქვს. ეხლა რა უნდა გავაკეთო? ეხლა ამ ვიდეოს ავტვირთავ, გავაკეთებ და ავტვირთავ თქვენთვის და მერე მინდა გავაკეთო ალადიკები. აი ცოტა ხაჭო მაქვს. თუ ნადუღი თუ ხაჭო, მოკეთ ზერო ამეჭრა ხაჭო რაც დარჩა ეგ მაქვს. და მაგით მინდა გავაკეთო ხაჭო, ალადიკები. მაწვენიც მაქვს, რომ მოვლენ, რატომაც ძალიან მინდა ემიანი. რა ქვია? ნუთელით ბავშვებმა რომ რუსთავიდან მოიტანეს. აი იმის მერე მინდა. ხავდა? უნდა გავაკეთო. და გამოვიტან, გავალღობ, კიდე მგონი ყველიანი ბლინები აქვთ მოტანილი მაგასაც შევწვავ, კატლეტი აქვთ ბავშვებს, მე დილასაც წავჭამე, მე არ მინდა. და ესე დღევანდელ დღეს ესე გადავაგორებთ. ისე რაღაცა წვნიანი მინდა, რომ იცოდეთ. წვნიანი მე არ მიყვარს, ხო იცით? და რავი რა მომანდომა არ ვიცი. კიდე რაღაცა მინდა რომ გამოვაცხო რაღაცები. ეს არ ვიცი თქვენც ესე გაქვთ ხოლმე თუ არა. მაქვს ხოლმე რაღაცა ესე პერიოდი და ეტაპი რომ წამომივლის და მინდა ხოლმე ცხობა. მინდა რომ ეს გავაკეთო, ეს გამოვაცხო, ეს ტკბილი, ის ანუ როგორც ადი როგორც დესერტი. მინდა მაქვს ხოლმე პერიოდი საერთოდ არაფერს გამოცხობა ამის. საერთოდ. და ეხა ის პერიოდი მაქვს რომ მინდა. ხო და რაღაცები გავაკეთოთ მე და თქვენ ერთად. ამ დღეს არა, მაგრამ ზოგადად. მე მგონი შეგჭამ. მოდი, უნდა შეგჭამო. უნდა შეგჭამო, გაიგზა და იმალა გიგონება მართლა შევჭამ. მოდი შეგჭამო, მოდი ჯაგახრამუნო, მოდი.
მეჩი მანქანა როგორ მიყვარს აი აქედან ვეჩანს. ნახეთ რა სილამაზეა. Boni 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 moji boni moji 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 jezestan moji 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 boni 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 რა დაიმალე სკამქუშ დამიმალა რა იყო მოდი მოდი ვეთარ მოდი ბონინგა მოდი პიზა მოდი 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 ჯერესთან მოდი 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 აღაცა გაკეთა უეჭვი ცუდ და მემალება ვაიმე ვინ არის ბონინგა ვიყებავს ვიყებავს მოდი მოდი დაიდებს დაინახე მოდი მოდი ბოთი 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 ამარტო მოდი მოდი ჩემთან მოდი ამოხტი მოდი 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 ბონი 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 მოდი 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 აქ ნახე რა სჭამ ვინ არის ბონი ვინ არის ბონჩიკა ბონინკა 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 აუ ისე იმალება გეკომბა ძალიან ეშინოდეს და წავედი გამოვიღებ ახლა ბლინჩიკებს რო გალღვეს და მე შევწვით გიჟძაღლა მაიმუნძაღლა ვინ არის ეს ხეთამდე წელმენები ვარ აი ეს ბლინი სულგუნი და იმერული ყვერთ ეს მინდა გავალხობთ 400 გრამ აგერ ასე ტიბატი და რატო არ მოდიოდი მემოქე ზროხა ჯელის კი გამაჯობა დაიდებო გამოვიდა უკანასკნელი ჩვენგანის მეოთხე სერია რომელიც არის 54 წუთში ხა ყავას ვიკეთებ და ამას ვაყურებ